ჩემი აზრით ისაუბრეთ პოლიტიკაზე ჩვენ ურთიერთობებზე რუსეთთან მე ვფიქრობ რომ მაინც ჩვენ თავარს არ ვამბობთ ჩვენ არ ვეძებთ ჩვენ დამნაშავეს ვეძებთ სხვებთან სხვაში და საკუთარ თავს დამნაშავედ რატომღაც არ ვთვლით მე ასე მგონია პირველ რიგში ჩვენ ვართ ყველაფრის დამნაშავეები ამ ურთიერთობების იმიტომ რომ არ თმობენ ზემოდან უფროსი ძმის პოზიციიდან გამოდიან ბევრი რამ გვაფრკოლებს და ჩვენ ქართველები მოგესწრებათ არაჩვეულებრივი სიტყვა გვაქვს ბატონო ვაჟა საუცხო ასეთი სიტყვა მე მგონი არავის არ აქვს არც ერთს სულ ყოველთვის უცხოებისთვის ვართ ფეხქვეშ ვეგებით უცხოებს ვასიამოვნებთ კარგი სუფრა იქნება კარგი გართობა ყოველთვის ჩვენს თავზე წინ ვაყენებთ უცხოს და ჩვენ მე მგონი გამოცდილებიდან და უკვე პატარა აღარა ვარ მაგრამ საკუთარ თავს არ ვცემთ პატივს ყველაზე დიდი ყველა უბედურება ჩვენი ალბათ აქედან მოდის იმიტომ რომ ჩვენ არ შეგვიძლია მეგობრის დანახვა სიკეთის დანახვა ვაბრალებთ იმ ოპოზიციას ამ ოპოზიციას და ამოვიღოთ ხმა და თქვა ჩვენი სათქმელი რაც შეეხება განათლებას მე ჩემი შვილიშვილი რომ უყურებ საშინელება ხდება იმის სკოლებში საშინელება ეს ვის დავაბრალო ისე უცხოს და იმ გადამთიელს ეს ხო ჩვენი თავრობაა თუ რაღაც ვინ იგონებს ამ განათლებას ბავშვმა არ იციან რუსული ენა რუსულ ენას უკვე იმდენად დიდი რეკლამა ამ უცხოტომელებისაგან და ამ ენჯოებისაგან ამ რუსების მიმართ აგრესია რომ რუსულს თვლიან ყველაზე ცუდ ენად გადასულები არიან ინგლისურ ენაზე უკვე ისე რომ ეს ჩემი ბავშვი ქართულად კი აღარ აზროვნებს ინგლისურიდან თარგმნის უკვე ქართულს ეს ხო უკვე კატასტროფაა ეს ვის დავაბრალო ვერაფერს დავაბრალებ მაგრამ ყველაფერი კარგი რაც მე მახსოვს ჩემი სტუდენტობიდან კულტურა იქნებოდა მწერლობა იქნებოდა ფერწერა იქნებოდა მუსიკა იქნებოდა ლიტერატურა რაც მთავარია ხო ეს ყველაზე დიდი საბადო იყო რუსეთი ჩვენთვის და ასევე ვიყავით ჩვენ მათთვის მე დასანანია რომ ჩვენ ეს ურთიერთობა არა გვაქვს და ისევ ჩვენ ვარ დამნაშავე ვიღაც იდიოტ პოლიტიკოსების ჭკუაზე დადის და ამ დროს ერმა რა დააშავა ერმა რომელსაც ამხელ დიდი პოტენციალი აქვს და ყველაზე მთავარი რასაც თქვენ საუბრობთ წეგან მართლმადიდებლები ვართ ამ ჰორიზონტზე ამ სამყაროში მეზობელი ვართ მხოლოდ ორნი მართლმადიდებლები იმის მაგივრად რომ პატივს წემდეთ ერთმანეთს ერთად ვიყოთ შეკრული რაღაცა სულ ერთმანეთის ძიძგნაში ვართ და მაპატიეთ რა მე ის ევროპა ნამდვილად არ მინდა იყოს თავის ადგილას არაჩვეულებრივია იქ მიქელანჯელოა მოცარტია კულტურასაც შეეხება მაგრამ აქეთაცაა ჩაიკოვსკია ტოლსტოია, ჩეხოვია, რაღაცა ამ ურთიერთობებში ვიყოთ და ერთმანეთს მოვეფეროთ და ვასწავლოთ კულტურა იქნება თუ სპორტი იქნება, მაგრამ რაღაცა რატომ ჯიჯგნით ერთმანეთს ეს ვერ გავიგე. ხო და მე ვფიქრობ თავი და თავი ისევ ჩვენი თავია. ჩვენ ვართ ადამიანები, ქართველები და იმ შემთხვევაში იქეთა მხარე რუსები დამნაშავე ამ ურთიერთობაში. და მტერი ძალიან კარგად იყენებს ამ ჩვენს ერთმანეთთან გაუცხოებას და ელემენტარულად ნავცაცხავს იმ ცეცხლზე. მეტი არ შემიძლია ვილაპარაკო. მე იმდენად ბედნიერი წლები მქონდა რუსებთან ურთიერთობის, უამრავი ფილმი მაქვს მათთან გადაღებული ბოლოს და ბოლოს ჩემი პედაგოგებიც თუმანიშვილი იყო და ასე შემდეგ ბევრი ყველას რუსული განათლება ჰქონდა და ის სისტემა რომელსაც ჩვენ დღემდე მე და ჩემი მეგობრები ვინც მე ბატონ მიშას სტუდენტები ვიყავით ვცდილობთ რომ ის სისტემა რაც ჰქონდა სტანისლავსკის არ დავკარგოთ
ამის შეკავებაში ვართ, მაგრამ რა გინდა მოვიდა ევროპა ის სისტემა, რომელსაც აუცილებლად უნდა იყოს მკვლელობა, აუცილებლად უნდა იყოს სეინდა შეურაცხყოფა, აუცილებლად უნდა ვაგინოთ ერთმანეთს და ამას ქვია თავისუფლება. და თავისუფლებას მოპოვება უნდა, თავისუფალი შიგნით უნდა იყო. და პატივისცემა უნდა კონდეს შენს წინ სხდომის და ასე შემდეგ. ურთიერთობის და ოჯახიდან დამოუკიდებლად. რომელიც დაბადებიდან აქ ადამიანს ისევე როგორც სიცოცხლის უფლება. და ამას გვასწავლის რელიგია და მაგალითი ქონდა გენიოსი ყავდა პატრიარქი უწმინდესი ილიად, რომელსაც შეურაცხყოფას ვაყენებდით. ეს ვინ აყენებდა ამ შეურაცხყოფას? ისევ ჩვენ, ხო? და იმ შეურაცხყოფის მიმყევრებელს პასუხს რო არავინ არ თხოვდა არა. ეს უკვე მეორეა და მთავარი. მარტო ყავდა მიტოვებული ყავდა ამ ტურებში სამწუხაროდ. დიდი მადლობა მოწვევისთვის.